მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი გაშლა იქნება ასეთი, კომენტარებში ეწერა ერთ ჩემს გამომწერს, რომ რა ენერგიებშია და როგორ არის ურჩემოთო და მოდი ვნახოთ, როგორ არის უთქვენოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და რა ენერგიებშია ის. როგორ არის უთქვენოთ თქვენი პიროვნება, ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. მეგობრებო, თქვენი პიროვნება ამ წუთას ძალიან მძიმედ გრძნობს თავს. ძალიან მოჯაჭვული არის თქვენზე და ვიტყოდი, რომ ეს პიროვნება შეიძლება თქვენზე ასაკით შეიძლება იყოს პატარა, ან ძალიან ისეთი ბავშვური, გამოუცდელი, რაღაცნაირი ესეთი ადამიანი და ეს ადამიანი თქვენზე არის ჩვეულებრივ შეყვარებული. აი, აქაც შეყვარებლების არკანი და თქვენ ამოხვედით უკაცრავად მომიწია გაჩერება. და ასეთ ენერგიებშია, მოჯაჭვულია თქვენზე, უზომოდ ბევრს ფიქრობს და ძალიან ამძიმებს ეს სიტუაცია, შეყვარებულია თქვენზე ეს ადამიანი. თუმცა როგორც ასეთი, რომ რამდენად შეეფერებით ერთმანეთს, ცოტა ნაკლებად, იმიტომ თქვენ ხართ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი, ქალბატონი, ანუ ვინც მიყურებთ მოკეთ მამაკაცი და ის ადამიანი არის, შეიძლება თქვენი ასაკის, მაგრამ ცოტა ისეთი ბავშვური და ძალიან ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანი. თითქოს აი ეხლა რომ იწყებს ცხოვრებას და რაღაცის შიშებიც კი აქვს, რომ რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას, რაღაცა თავის თავზე აიღოს, სიტუაცია ურთიერთობასთან დაკავშირებით თავის თავზე აიღოს ამე ხელში მოკეთ. ძალიან უჭირს ეს ყველაფერი. კარგი. მოდი გავიგოთ, როგორ გრძნობს თავს უთქვენოდ. პრინციპში კი გავიგეთ უკვე, მაგრამ მაინც კიდევ დავაზუსტოთ. როგორ გრძნობს უთქვენოდ თავს ეს ადამიანი. გადმომივარდეთ და დავდებ, მაგრამ ძალიან გრძნობები აქვს, როგორც თქვით, თქვენს მიმართ, გატრიალებული არის თქვენგან, მაგრამ აქვს გრძნობები ისე, რას ვიზოთ. ვერ გივიწყებთ ადამიანი. როგორ გრძნობს უთქვენოდ თავს ეს ადამიანი. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. აი, როგორც წეგან აღნიშნეს, სრულიად შეუფერებელი წყვილი ხართ. ერთი წუთით. გეტყვით, რომ აი ეს ადამიანი ძალიან სულელური, სუდათ არ გაიგოთ, მაგრამ აი ძალიან სულელური ბავშვური ტიპია. აი ვერ ხვდება სადმინდის რას აკეთებს, აი რა მოხვება თავის გადადგმულ ნაბიჯებს, თავის აქციებს რა მოხვება არ იცის, ვერ ხვდება. და არც ადარდებს ეს ყველაფერი და თქვენ ხართ ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი, თავის ხელში რომ შეუძლია თავისი ცხოვრება აიღოს, მართოს, რაღაცებს შეიძლება ვიღაცას რაღაცებიც გაქვთ, როებსაც მართავთ, ბიზნესები, სამსახური, მოკეთ, სადღაც უფროსი ხართ, ან ვიღაცები შეიძლება ვიღაცებს თქვენი ოჯახებიც გაქვთ და ანუ იქ ხართ მთავარი პიროვნება, ხო? როგორ გრძნობს თავს უთქვენოთ? ანუ როგორც წეგან აღნიშნე, გატრიალებულია თქვენგან, მაგრამ აქვს ისე გრძნობები, მარტოდ გრძნობს ძალიან თავს და ფიქრობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგას თქვენსკენ. აი, ძალიან ეჭვებში, აი, ტანჯავს ესეთ ეჭვები და ფიქრები სერიოზულად, მაგრამ აი, ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ შეუძლია. უნდა, მაგრამ როგორც წეგან აღნიშნე, ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა და არაფრის გაკეთება არ უნდა, რატომღაც არ შეუძლია, აი, ჯერ ადრეა, თითქოს ასე ფიქრობს, ცოტას გაცდით კიდევ, რატომღაც. ხო, და
თქვენ მასზე გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ თქვენ ისეთი ქალბატონი ან ვინც მიყურებთ მამაკაცი, ისეთი ჩამოყალიბებული და ზრდასრული პიროვნება ხართ, თქვენ მასზე ძალიან დიდი ძალა გაქვთ და ფიქრობს, რომ თქვენთან შანსი უნდა კიდევ, უნდა რომ ისევ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენს მიმართ აქვს უზომოდ ღრმა გრძნობები, ანუ არ ვიცი ხა ამ ადამიანს თავისი აღწერილებიდან გამომდინარე რამდენად შეუძლია ეს ღრმა გრძნობები, მაგრამ შესაბამისად აქვს ღრმა გრძნობები თქვენს მიმართ და თქვენი წარმოდგენაც კი აბედნიერებს ამ ადამიანს. როგორ გრძნობს უთქვენოდ თავს კიდევ. ძალიან სხვათა შორის ტრანსფორმაციულ მდგომარეობაშია, რაღაცა იცვლება მის ცხოვრებაში და აი ამ დაპაუზებული, გაჩერებული მდგომარეობიდან, ურთიერთობიდან სწავლობს ძალიან ბევრ რამეს, სხვათა შორის იზრდება ამით. და ეს კარგია სხვათა შორის. აი ეს მდგომარეობა ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და იზრდება ამ ყველაფრით. თუმცა ძალიან ისეთ მდგომარეობებში ცუდად გრძნობს, აი მენტალურად განადგურებული, აი რაღაცა ძალიან დიდ ეჭვებშია და ღრნის შინაგანად ეს ეჭვები მას. ხო, აი ძალიან ისეთ დეპრესიულ, ამ სიყვარულის გამო არის ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში. ცუდად არის ძალიან, აი კი ფიქრობს რომ თვითონ რაღაცა რომ გააკეთოს წინ რაღაცა კარგი ელოდება და კარგად იგრძნობს თავს და ყველაფერს ეშველება, მაგრამ რეალურად გონია რომ ეს ყველაფერი ამ წუთას დასრულებულია და აი ამის გამო ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაშია და შეიძლება ვიღაცებს ღამეც არ ძინავთ, უკვე ისეთ ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. და კიდევ იმაზე ფიქრობს, ღმერთო ჩემო, აი ასეთ მდგომარეობაშია და კიდევ იმაზე ფიქრობს, რომ გადმოდგას თუ არა ნაბიჯები. და ფიქრობს, აი ცოტა პატარა რაღაცა ნაბიჯი გადმოდგას, რომ თავი შეგახსენოთ რაღაცნაირად. და ესეც კი გააბედნიერებს, ძალიან ცოტაა ეს ადამიანი. და აი ამაზეც კი თავის თავთან ბრძოლები აქვს, ღმერთო. თუმცა ექნება რაღაცა ნაბიჯები მას, მაგრამ კაცმა არ იცის როდის. ძალიან ისეთი ნელი ადამიანია. შეიძლება უცებ რაღაცა თავი შეგახსენოთ, მაგრამ მერე ისე უკან დაიხევს რაღაცნაირად. და ის სულ თქვენს იმაშია, აი ოცნებობს თქვენზე სულ. ღმერთო ჩემო. ასევე ვიტყოდი, რომ ფიქრობს, რომ აქვს შანსები თქვენთან, მაგრამ არ იყენებს სადღაც ამ შანსებს. არ ვიცი, გაბრაზებულია, ნაწყენია თუ რა არის. თავის თავს ჯის ამ ყველაფრით, სხვას არავის. მოდი უცებ სანამ დრო დამთავრდება, რჩევაც ვიკითხოთ თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში. როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში თქვენ. ერთადერთი რჩება, აი ამას ვიტყვი, თუ ხართ გულგატეხილები თქვენ და მოლოდინის რეჟიმში ხართ და მაინც ელოდებით ამ ადამიანს, სასწრაფოდ ტარო გირჩევთ, რომ სასწრაფოდ გამონახოთ გზები, ცხოვრება დიდ შანსს გაძლევთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან და გამოიყენეთ ეს შანსი. გამოდით აი ამ გულგატეხილი დეპრესიული მდგომარეობიდან და მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, გადადით ჰარმონიულ, იზრუნეთ სულიერ განვითარებას და ჰარმონიულ მდგომარეობაზე. თქვენს სულიერ განვითარებაზე იზრუნეთ. აი ეს არის რჩევა ტაროსგან, დაგემშვიდობებით. მე წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ და გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩემი გვერდი, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები.